გამარჯობა. კაი გამარჯობა ჩემოვლატო და ბატონო ნიკოლოზ. გამარჯობა თქვენ. პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით მაღალი დონის სტუმარი ყავს ეს ჩამოიშო. ლეგენდარული კარადურთელი ბატონო. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი და მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი ბატონი ნიკოლოზ დერიუგინია. ქართული ჯილდოს თქვა ღირსების ორდენის კავალერი და რაც თავარი ალბათ ყველაზე დიდი ჯილდო სპორტსმენისთვის, გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი სპორტსმენი და რაც თავარია მამა. ამის დროში ყველაზე დიდი ტიტული ეგ არის. ნუ გამაწიჭე. იცი რა მინდა თქვა ბატონო ნიკოლოზ ყველა გადაცემა პრაქტიკულად ვიწყებ ხოლმე რაღაცაზე გაბრაზებით. ხან სიგარეტის ნამწვების დაყრაზე ვჩხუბობ ხოლმე, ხან იმაზე, ხან ამაზე და რამდენიმე დღის წინ მე და ჩვენს მეუღლებთან ერთად ვიყავით ბოლნისში. იქაურების, არ ვიცი, კულტურულობამ, სიკეთემ, ყველანაირ მოლოდის გადააჭარბა უცნობი ხალხი, ბავშვები მათ შორის ქუჩაში შევმიდიოდით, გვესალმებოდნენ და გამარჯვებას ამოვნდნენ და იღიმოდნენ და ამ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, გაკვირვებულებიც კი ვიყავით, რომ ესეთი რაღაცა კარგახანი აღარ გვინახავს და არ ვიცი, ბოლნისელებო დიდი პატივი ვსწრებათ და სიყვარული აგერ მამების დროდან ერთსაც დავამატებ, ლუდის საყიდლად ვიყავით მისული და სრულიად უცნობი ადამიანი მოვიდა, რიგში ჩადგა და რო საუბრობდით, თქვენ აქაურებს არ გავხართ, არა უთხარით ისა და ამან თუ არ გამოართო და ერთ ლუდს ყიდულობდით და ერთი რას გეყოფათო. კიდე დაგვიმატა და გამოგვატანა და ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი მასპინძლები ყოფილან ბოლნისელები, არ ვიცოდი და აუცილებლად დავბრუნდები. ხო, კი და ეგ გამოარჩევს რომ ალბათ ჩვენ ქვეყანას რაც ყველას მოწონს ხოლმე რომ რაღაცნაირად განსხვავებული პატივისცემა ვიცით ხოლმე უცხოებისაც და ერთმანეთისაც. ზოგჯერ კი გაგვექცევა და ცუდათაც ვიქცევით, მაგრამ ნუ რა სიზა. ისე ბატონო ნიკოლოზ დარწმუნებულია უამრავი უცხოელი მეგობარი სპორტსმენი ჩამოსულა და აი ქართული სტუმარ მასპინძლობაზე რა რეაქცია? კი, რა თქმა უნდა. მე ახლა გამახსენდა ახლა ბოლნისში ახლა მე მგონი ვარ ნამყოფი ერთხელ, მაგრამ მე გამახსენდა ხშირად ჩავდივარ დასავლეთში. დასავლეთში ჩავდივარ აი სამეგრელოში, მარტვილის რაიონში. ესე თქვენ წარმოიდგინეთ ახლა პატარა ბავშვი ზუსტად ის მინდა გავიმეორე ეს პატარა ბავშვები აქ ქუჩაში რო დარბიან რაღაცა შეკითხვები ყველა ესე გიყურა და ყველა გამარჯვებას გეუბნება ის იმაზე ის აქცენტის გაკეთება მინდა კი არ მიცნეს უბრალოდ არ მიცნო მაგრამ უბრალოდ აი წესია ეგეთი იცით აი დაწყებული უკვე 5-7 წლიდან ბავშვი და ზემოთ უკვე ყველა გამარჯვება ისე ზრდილობიანად მე გულისხმობ ახლა მარტვილში ძალიან ხშირად ჩავდივარ მეგობრები მყავს იქ და ჯერ ერთი მე მომწონს ბუნება და აი ეს კოლორიტი ეს ყველანაირად და ეს მიდგომა ახლა აი ხალხი ძალიან ისეთი თბილი ხალხია ნუ არ ვიცი რა და ვცდილობ რომ ყოველწლიურად ჩავიდე დასავლეთში და რაც შეეხება საზღვარგარეთ ახლა საზღვარგარეთ რა თქმა უნდა მყავს მეგობრები გულშემატკივრებიც მყავს უბრალოდ ახლა ადრე გვიჭირდა ტელეფონით და ახლა უკვე ადვილია ტელეფონით აგრიფე და ელაგელა ხო თითქოს ყოველდღე ველაპარაკებთ ჩვენთან კალათბურთელებს ველაპარაკებთ რუსეთში ჩემ ვისთანაც მე თამაშობდი მოთამაშებთ ვეკითხებ როგორ ახლა კი რა თქმა უნდა ახლა დრო მიდის უკვე ცოტა უკვე ასაკისკენ შევდივარ ბედებით მაგრამ რასიზავთ რა გული როგორც იძახია გული არ ბერდება კი აბარა ეგ ყველაზე მაგარია რომ გული არ ბერდება ქუთაისს უნდა ვახსენოთ თადო შაშანარი ყორო ვიყავით სამშობია რო ვიკითხეთ და საბაგიროს გამყოლი კაცი საბაგირო დატოვა ლამის გამოუყვა რომ ვერ მიაგრებთო თქვენ ვარ იწვალოთო და ლამის მოუყვა იმ სამშობია რობდა რომ გაჩვენოთ აუ იმერული მასპინძლობა ქუთაისური ეგ კიდე ცალკე თემა ნელა დაუბრუნდეთ რეალს რაც მთავარია ჩვენი სათქმელი კი ტრადიციულად ბატონო ნიკოლოზ ამ კითხვით ვიწყებთ ჩვენ გადაცემას როგორი მამა ნიკოლოზ დერიუგინი ჩაოლებრო ერთადერთი განსხვავებით რომ მამები ყველა ნორმალური არიან სიმაღლე და მე ცოტა მაგარი ვარ სიმაღლეში ну რა თქმა უნდა იქ ხუმრობაა მაგრამ ყველა მამები რა თქმა უნდა მამებია შვილებისთვის და კარგები არიან და მე მგონი არ ვიცი მეც ვარ ეგეთი უბრალოდ როგორც ყველა მამებს ერთი გული აქვს და მეც ერთი გული მაქვს ახლა ორ გულიანი არა ვარ ერთი გული მაქვს და ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და რაც ღმერთმა მოგცა ეს ტიჭი ეს ყველაფერი ეს იმისთვის რომ
არც ვიცი როგორ თქვა, როგორც მამა იყოს შვილთან, ესე ვარ მე, როგორც ყველა იგივე მე ახლა ძალიან განსაკუთრებით რაღაცა ძალიან სასწაული მამა ვარ მე ახლა. რასაც გიყურებთ ბატონო ნიკოლოზ, დარწმუნებული ვარ, რომ სიმკაცრე შორს იქნებოდა თქვენგან. კი. იცით რა არის? სიმკა რა არის, რა დავაკვირდე მე ყველასთან ბევრი მითამაშია მაღალ მოთამაშეებთან ახლა ткаченкосთან, ბელასთან და საბურნისთან კიდე ბევრი მაღალი მოთამაშეა და ვისაც შევეკით, მაინტერესებდა, იცით ახლა კალათბურთის გარდა ახლა ყველასთან ხო ხვდებით, მეგობრობთ, ლაპარაკობთ, საუბრობთ და ერთადერთი მე დავაკვირდე, მეთქი ნუ თუ მე ვარ ესეთი როგორ თქვა, რბილი, გულით იცით, სხვათა შორის ყველა მაღალები, არა ვისაც ჩამოვთვალე, ყველა ესეთი, ყველა არიან ესეთი, ხო იცით, ეთავდაბალი, რბილი, რაღაცნაირი, როგორ თქვა, იცით, ბუნჯულასავე თავართ რა. აი ხო იცით, ახლა შედარება პატარას გავა, აი დათვი რო არის, დათვს ზამთარში რო ემზადება დასაძინებლად, ხო იცით? აი ჩვენ ვართ ესეთი, აი დასაძინებლად და მაგრამ თუ გააღვიძებ, ეს უკვე ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ცოტა ნაზი არა, მაგრამ როგორ არის, იცით, მედლენე, აი ძალიან ისა ვართ, ძალიან მალე იმაშო ფხიზდებით რა. აი მაგალითად, სადაც მე რაღაცას მეტყვი რაღაცას, ხო, რაღაც არა, სასწაულო რაღაც ნუ შეიძლება მომიწიოს რამოდენიმე წუთი უნდა ვიფიქრო, უნდა მოხარშო ეს ყველაფერი იცით რა კუჭი და თავი სანამ მაღლა ამო დავასტა სანამ მაღლა ამოვა სანამ ჩვენ დავიქოქებით სანამ ჩვენ ჩავრთავთ პირველ სიჩქარეს სანამ ისა უკვე შენერი არა კი ამინდა გაწყენა შენერი სიმაღლის ადამიანები უკვე როგორ იცი უცბად მოხა იგივე თამაშის დროსაც მასია ცეთ მე ხუთაული იმიტომ გამოდივარ ჩვენს გარდა კიდე მოთამაშეები ყველა მეკითხებიან გავაბოჩი მანდამაც აუცილებელია მაღალი რო იყო თან მაღალი არა მეთქი ჩემს გარდა კიდე რამდენი ახლა ჩამოთვლი ყველა იმდენი მოთამაშეები მყავს და უიმისოთ ჩვენ მე ვერ თამაშობ პასი ხო უნდა მოეცა რაღაცნაირ ეს ჭკვიან ხო და გამთამაშებლები ძირითადად ყველა 2 მეტრამდე 2 მეტრაზე ზევით არ მინახია მე რა ну ეხლა ძალიან იშვიათი მოვლენაა მაგალითად მე მითამაშე ესეთ მოთამაშესთან თან ტრაბახობ ესეთი მოთამაშე ამერიკელი იყო Magic Johnson-ი იყო. Magic Johnson-ი თუ გაიგიათ ეგეთი მოთამაშე. მართლა Magic იყო. ხო, ესეც ჩემხელა იყო. ზუსტად ამერიკას ჩვენ ჩავედით იმ დროს ჩვენ ნაკრები რო ჩავდიოდეთ, ჩვენ არ ქონდა უფლება რომ ვეთამაშა პროფესიონალებთან, არაოფიციალურ თამაშებს. კი, ტელევიზიით კი მიდიოდა ჩაწერა. ისიც არაოფიციალურად სხვადასხვა იმიტომ რომ მარტო მსოფლიო და ევროპის მიდიოდა საერთოდ როგორც თქვენ იცით მიდის ლაივში და ну и ბიზნესი რა იყო ეგეთი და შევხვდა ინდიანაში თუ ინდიანა სტეიჯი ყველაზე ისა გუნდი იყო ლიდერი უნივერსიტეტის შორის კოლეჯებში და უნივერსიტეტის შორის პირველი თუ მეორე ადგილი და მან თამაშობდა პირველად დავინახე Magic Johnson-ი. წარმოიდგინეთ თქვენ 2 და 5 იყო სიმაღლე. მე სურათი გადავიღე, დავკარგე სურათი, სხვათა შორის ჟურნალისტებმა წაიღეს და ადამიანებს. იმდენი სურათები მაქვს გადაღებული, იმდენი მაქვს დატოვებული, იმდენი საჩუქრად. ხო და არ დამრჩა არაფერი ისტორიისთვის. და ეს ჯონსონი ცოტა გამიგრძელდა მაგრამ ნამდვილად რა რო დავინახე და რო გამთამაშებელი ზანგე ეს ყველაფერი ეს ნუ სულთა ვირტუოზი იყო რა აი ეგეთი მომენტი გამახსენდა გამთამაშებლებზე და რაც შეეხება სიმაღლეს ისევ სიმკაცრეს დაუბრუნდები თუ შეიძლება აი როცა რაღაცა დააშავებდა შვილი ამ შემთხვევაში როგორ იყო ხოლმე თქვენი რეაქცია გაბრაზება მოკლედ მინდა ვთქვათ ჩხუბი თუ ჩვეოდათ და თუ დაგიჯდიათ ხოლმე. არა, არ დამიზია არასდროს, იმიტომ რომ
და არც მქონდა ეგეთი მომენტი და მე ვერ ვიხსენე, მაგრამ იცით რატო? იმიტომ მე სულ პაისკები, სულ გასვლა მქონდა, სულ თამაშები მქონდა, სულ თამაშები, სულ ვარჯიშები ძირითადად. ჩვენ მე მაგალითად ჩემ თავს ვთვლიდი პროფესიონალ, ოფიციალურად ჩემ თავს არ ითვლებოდა პროფესიონალი, როგორც ამერიკაში ხო ოფიციალურად. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ პროფესიონალები ვიყავით. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა 7 საათი და 8 საათი დღეში რომ ვარჯიშობთ. ეს უკვე რაღაც სასწაულია რა, ეს ნამდვილად უკვე ჩვენ და სახში რა თქმა უნდა მოვდიოდით უკვე დაღლილი უკვე რამაგდა სამალო უკვე ბავშვთანაც უკვე ძალაც არ მქონდა, ოღონ სადმე თავი დამიდოდა, უნდა ჩემი ძინა დამეძინა რომ შემდეგი ვარჯიშისთვის რომ მომიზადა და უნდა მევარჯიშა. აი ამის თქვენ და მე შეიძლება არ გაწყობთ არა მაგაზე არ ვიფიქრებ პირიქით, მაგრამ რაც არის მე რეალური ხვები. ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში მსგავსი ვიღაცა შეიძლება ვარჯიშით არ იყოს დაღლილი, მაგრამ სამსახურებლად იყოს დაღლილი. გაზეთის რედაქტორი ვიყავი 4 წელი, ღამის 4 საათზე მოვდიოდი სახლში, შვილი არც მიცნობდა, მამა ვინ იყო არ იცოდა. გვიწევდა და გვიწევს ეგეთი ხო, მაგისგან არ არის დაზღვეული ადამიანი. აი, შეკრებები ახსენეთ და ხშირად წასვლა ოჯახის გარეშე ყოფნა. ამ დროის კომპენსირებას როგორ ახდენდით მერე? აი როგორ ცდილობდით რომ თქვათ აი ცუდი სიტყვა შეიძლება, მაგრამ აი დანაშაულის განცდა არ ქონდათ რომ დიდ დროს ვერ ატარებდით შვილებთან. აი როგორ ცდილობდით ამ ყველაფრის დაბალანსებას? ყველანაირად ცდილობდი რა პატარა ფანჯარას რომ დავინახავდი, ხო, ან სადმე გავიყვანდი ან ქალაქგარეთ ან მე საერთოდ ბუნება მიყვარს. მამაჩემმა მასწავლა კიდე ბავშვობიდან ანკესიდან გამახელში. ხოდა თევზაობა მიყვარდა კიდე დასავლეთიდან ქუთაისიდან მოდის ეს გუბის წყალი აბაშატე ხურა ყველა ფოთამდე ჩავდიოდით. და ეს უკვე ცალკე ისტორია, ეს ახლა შორს წაგიყვანს. და ვცდილობდი რომ შვილიც ამ იმაში მივაჩვიო რა ერთი ორჯერ კი, მაგრამ მე ნერვები არ იყო, კი ჯოხი გამიტეხა და ანკესი გამიტეხა, არა მამა მე არ მიდავა დამანებეთ, შენი თევზზე რამდენი ძგიდაო და მე სხვა ვერ მივაჩვია რა. ყოველ შემთხვევაში ვცდილობდით ხან პარკში წაგვიყვანა, ხან სადმე გარეთ გასეირნოთ, ხან ქალაქში ვსეირნობდით და ესე ვავსებდით რა, ეგეთი სიტუაცია იყო. მამა რო გახდით ბატონო ნიკოლოზ, აქ იყავით და ეს წარით ემოციები როგორი იყო ეს ამოვიცი? ემოციები კი მე მახსოვს, ნამდვილად კარგად მახსოვს. 2005 წელს, არა 2002 წელს დაიბადა ჩემი შვილი და 2002 წელს ზუსტად მეორე დღეს თუ იმავე დღეს იყო ჩემი გაცილება სპორტის სასახლეში. კი გრანდიოზული სპორტის სასახლეში იყო გაცილება, დაემთხვა უბრალოდ მე მეუღლე იყო სამშობლოში და იქ გავიგე რა უკვე პრინციპში უკვე ვიცოდი რომ ბიჭი შემეძინა უკვე 1 საათით ადრე სანამ ეს შოუ დაიწყო. სხვათა შორის მიყავდა კოტე მახარაძეს ეს საღამო და იყვნენ ბიჭები ჩამოსულ და მოკლედ ეს დაუვიწყარი საღამო იყო ჩემთვის. ამ დროს ბიჭიც შვილიც შემეძინა და ამ დროს კიდე რუსეთიდან, პრიბალტიკიდან იყვნენ ჩამოსული ჩემთან სტუმრები ესპანეთიდან და თქვენ წარმოიდგინეთ, კიდე მე მახსოვს, სულ ნერვიულობდი ივნისის თვეში, 2 ივნისს, ხო 2 ივნისს იყო ეს შოუ. ვიფიქრე ახლა ვინ იქნება, ახლა ხო წყოლი ხარ და უკვე ატყო, ხო ჯერ ადრეა, მაგრამ უკვე ხალხი ლელა გასულია უკვე ქალაქიდან. ხო და ხო ამის გულისხმობ, ვაი მეთქი ახლა თო სპორტის სასახლე არ გაიხსება, არა და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მე ვიჩვეული ვარ, წარმოიდგინეთ ისე თამაშები გაქვთ რა თამაშები, ადგილი სანატრელი იყო. კი, მე არ არსებობს, ვიშა, არ არსებობს, ესე იგი რომ ცოტა პატარა არა, კი ვთამაშობ, კი, ჩემი ვალდებულობა, რადგან მე გამოვდივარ ტრუსიკ მაიკით გამოვდივარ, ეს ჩემი ვალდებულებაა და ვითამაშო 5-იანზე, ხო? მაგრამ
ეს გულშემატკივარი ისეთი რამეა ეს კომაგი რომ შენ ვფიქრო მე მაგალითად ესე ვფიქრობ რომ უკვე 5 კი არა ეს მე-6 მოთამაშე არის უკვე ეს გულში აი ბალეშიკები რა გულში ჩემებურად რო ვთქვა კომაგი არ რაღაც სიტყვა არის არა როგორც განიხარდება აი გულშემატკივარი ბალეშიკი და 10000 როცა არის გასებული და აი მაშინ და ხალხი რო ყვირის დინამო და ამ ნიკოლოზი ან რაღაც აი ავით რომ ის ვთები მეზდება უკვე რაღაცნაირად ისეთი ძალა მიმატება ხო და იმ დღესაც კიდე და ნახევარ 6-7000 მაყურებელი მოვიდა ეს თუ გაინტერესებთ თქვენ იმ დღეს 2002 წელს 2 რიცხვში ჩემი შვილის დაბადების რა სიმბოლურია ის ცხოვრება გრძელდება ეს მეორე შვილი დაებადა პირველი შვილი 85 წელს დაებადა რომელიც კალათბურთს თამაშობდა რომელიც კალათბურთს თამაშობდა ნიკოლოზი 85-იანია ეს და ჩემი გოგო 2002-იანია ხო ნიკუშა ამერიკაში არის ცხოვრობს იქ უკვე დიდი ხანია თავიდან პირველი ნაბიჯები ახლა იყო არ დაიწყო თამაში ჩემთან აკადემიაში იყო და მე მე მგონი წაკითხული გაქვთ თქვენ ინტერნეტში და დანარჩენი მე ისე გავაკეთეთ რომ მოხდა ეს სამწუხაროდ დავინახე რომ არ ათამაშებდნენ აქ იცით რაღაცნაირად კი ეგ შემიძლია თქვა ეხლა მე არ ვიტყვი ეხლა მოწმენელებზე და ვინ და როგორ მაგრამ ეხლა მე როცა მე პროფესიონალი ვარ თან ამ სიმაღლეზე იცი ზევიდან ჩანს რა ვინ რა როგორ დარბის და რაღაცა და არ მომწონდა ხარისხი იმინა წვნელების და მე გავიგე რატო მე გავიგე და კიდე ერთხელ ვიმეორებ სამწუხაროა უბრალოდ შურდათ რა არ უნდათ რომ მეორე დერუგინი ყოფილიყო გამიგეთ ეხლა შეიძლება მე ხმამაღლა ლაპარაკობ ეგ სიტყვას მაგრამ იყო ეგეთი რამე არ უნდა და ხან დასწონდნენ სკავზე მაგრამ წარმოიდგინეთ როცა მოთამაშე სკავზე ზე ამით საქმე არ წავა წინ ხო ვერ ითამაშებს ვერსად და მე ბოლო საბონის დაურეკე ბიჭებს დაურეკე პრიბალტიკა საბონის გამიკეთა ძირითადად პრიბალტიკაში და მაგრამ ჩამიწყო რა ეს ყველაფერი და გავუშვით ამერიკაში კოლეჯში დაამთავრა კოლეჯი აიღო დიპლომი ყველაფერი უფასო იყო მთავარია მან როგორ არის იცით ესე იგი კაპიკი არ დამიჯდა გადასახადი ეს ყველა მარტო ეს გზა და ლაიბრერი ეს წიგნები და ეს კი ეს საკიდი კი არის აუცილებლად მაგრამ მან როგორ არის იცით შენ რამგან თამაშობ კოლეჯის გუნდში ხო ესე იგი შენ უფასო ცხოვრობ ყვება და ეს ყველაფერი და ითამაშა სამწუხაროა თუ არ ვიცი როგორ ეხლა მე კი მინდოდა რომ ჩემზე მაღალი ყოფილი მე ხო ვარ 26 და ჩემ ბიჭი 2 მეტრამდე მეტი ვერ გაგაჭა ესე რომ თქვა უბრალო ენაზე მინდოდა რომ ჩემთვის მაგრამ მე ვიცი და წაკითხული მაქვს უკვე იმდენი წიგნები რომ ვიცი რომ мама როცა მაღალია და შვილი 90% არასწორებს რომ გაასწოროს და მისი შვილი ესე იგი მე გამოდივარ როგორც ბაბუა ხო პაპა ბაბუა ხო უკვე შეიძლება უკვე 2:10 და 2:20 თუ 2:15-მდე ესე იგი ნიკუშა ჯერ არა აქვს მოყვანილი ცოლის სამწუხაროდ და სულმეუნება საქართველოში და ჩამოვიდა საქართველოში და მოიყვანა ცალი მაგრამ დრო გარბის ესე მალე გარბის დრო ხო და აი გითხარით ხო через შტაბლობაში კი თქვენი შვილი იქნება თქვენზე მაღალი კი აი მე იქნება მეორე რიუგინი ნაგრევში თან სხვათა შორის ბევრს შევეკითხე იგივე მე მიყვარს ეგრეთ ვისაც არ შევეკითხე ზუსტად იგი ანალოგიური მშობლებიც აი მაგალითად ჟურნალისტები რამდენი შეშინდა ალბათ მშობლები ალბათ დედა მამა მაღლები ყავდათ არა მე დედა 1.70 მამა ჩემი 1.86 აბა საიდან და ბაბუა მყავდა დედა ჩემის მხრიდან მე სურათიც მაქვს შეთულ ვაშვებია 2 და 3 იყო სიმაღლეში 37 წელს დაყრით ესეა ხო და იმ დროს თქვენ წარმოიდგინეთ ყველა ხო ისე პატარა ადამიანები და იმ დროს ძალიან გამორჩეული და
ხო და მე ისი თქვა მინდა, იცით, აი რაც ნუ კიდევ ვიმეორებ, აი ჩემი მხრიდან როგორც ბაბუა შეიძლება, ეხლა კი 100%-ით კი არ ვიტყვი, რომ შვილი იქნება ჩემზე მაღალი, მაგრამ აი ეს არის სტატისტიკა, ეს გვეუბნება ჩვენ. ბაბუის ამბავი გავიხსენოთ, რა გვარი იყო ბატონო ნიკოლოზ და რატო დახვრიტეს? რომ მოგვიყვეთ თუ შეიძლება. ბაბუა დახვრიტეს, ნუ არ ვიცი, მაშინ ისეთი დრო იყო და ბაბუა ჩემი იყო, აი ეს პოსტალიონის კურიერი იყო. პოსტა დაქონდა ცხენით, დიპლომატიური პოსტა დაქონდა, სურათი მას გადაღებული გვერდზე, ესეთი ლოაშები, როგორც ბუდიონის ესეთი აწეული ლოაშები. და გვერდზე ქონდა ეს მიმაგრებული აი ბარაბნიანი რო არის პოსტალიონის ბარაბნიანი ისეთი პისტოლეტია ბარაბნიანი პოსტალიონის ძახვა და იმით დადიოდა თავის გაბორით თავის იმით მაგრამ სამწუხაროდ მე მგონი ისტორია წაკითხული გვაქვს ჩვენ 37 წელს ეს რეპრესიები რო წავიდა და ვითომ რაღაცა იქ მე გადაასახლეს ციმბირში და მე დაიკარგა და ნუ გაიგეს რომ დახვრიტეს და მე იცით მაგ შენახული ნუ ის რა თქმა მე კახალდი მოვიდა 56 მართალი ხარ 56 წელს მოვიდა კახალდი და იქ თქვენი მეუღლე ეს ბებიაჩემი თქვენ რეაბილიტირებალი ხო რეაბილიტირებული მაგრამ უკვე სამწუხაროდ ეს აი ვიცი მარტო მეტი არაფერი რა გვარის კაცი იყო ბატონო ეს დოროშენკო იყო გვარად კი ეს მიზეს მოუფიქრებდნენ უბრალოდ მიზეზე მოვიფიქრე ხო კი ეს კრასნოდარის ოლქში ეს მაიკოპი კრასნოდარის ოლქში იყო ბაბუაჩემი ბებიაჩემი იქიდან არის დედაჩემიც იქიდან არის ბაბუაჩემი მეგონი იცი ტყიბულშია დაბადებული ბატონ ნიკოლოზ მამამ მეგობარმა დაინახა რომ თამაშობდით და ეგრე დაიწყეთ კალათბურთი მამას რა რეაქცია ჰქონდა შემდეგ უკვე როდესაც ამხელა წარმატებას მიაღწიეთ ნუ შედეგი ერთხელ ისეთი შედეგი ჰქონდა რომ ეს რა ქვია ტელევიზორში მიდიოდა სოფლიო ჩემპიონატი და უყურებდა და როცა მიდიოდა ქულაკოვა და ამ დროს ტელეფონმა დაარეკა თუ რაღაცა დაარეკა და უცბად გაიქცა აი ეს ემოციებში და ვერ შევიდა პაურჩი ბეჯის ვალი მოიგო ხა ის ლაბარაკო რა არის ისე ნოხი კონდა ჩვენ პატარა ნოხი კონდა და აუცურდა ფეხი და აი რომ მოსაღა მანქანა რომ იმას რომ ისევს ხო და სასაცილოგი არის მაგრამ სამწუხარო იყო და ნუ ესეთ ემოციებში და კი თან იცით რა არის თამაში უკვე დამთავრდა ეხლა მას უნდა როგორც მე დამთავრდა და უკვე ემოციები ყვირილი შამპანი ორის გახსნა და ამ დროს ტელეფონი და დედაჩემს და მამაჩემ რო აიღო და უცბად ასეთ რაღაცეებიც ნუ ეს შემიძლია გავიხსენო რა თქვენ თამაში მეც ეგ უნდა მეკითხა ვიცი მიდი რა ემოცია იყო თქვენთვის როდესაც იცოდით რომ მამა ესწრებოდა თქვენ თამაშს ნუ რავი იმ დროს როცა თამაშობდი ახლა ემოციები არ მქონდა მარტო თამაშზე ვფიქრობდი მაგრამ მე უკვე ძლივს დავრეკე მე სახლამდე ეს გავიგე ეს ამბავი რომ მამაჩემს ოპერაცია გავაკეთეს რაღაცა ეს და ნუ ემოციები ნუ რა თქმა უნდა წარმოიდგინეთ ახლა პირველად სოფლიო ისტორიაში სოფლიო ჩემპიონი გავხდე ახლა მართალია ახლა იცით 7 წუთი ვითამაშე თუ 8 წუთი ვითამაშე მაგრამ ისეთ წუთებში შემიყვანა გომესკიმ ნუ სასწაული ვაგებდი ფინალში ითამაშეთ ეგრეთ რომ ფინალამდე ამხელა გზა იყო და ამხელა ნუ ეგ უკვე ცალკეს აქ უკვე ძირითადად უკვე ფინალზე ყველა მეკითხება ფინალი ხო და მანამდე რა თქმა უნდა ხო და სტატისტიკა რო წავიკითხებთ ახლა ფინალამდე 10 ქულა 15 ქულა 20 წუთი ვითამაშია რამდენი ეს ყველა საბონისი იჯდა მაშინ სკამზე საბონისი იყო წამოვიდა მაშინ როგორ იცით უბრალოდ
შემადგენლობაში აქვს. ხო, ნუ დაიწყდა იქ და ისდა 17 წლის იყო, მაგრამ გომისკი რა ჭკვიანი ადამიანი კაცი იყო, ტრენერი იცოდა რომ მომავალში გახდება ძლიერ. უბრალოდ როგორც ზაპას წაიყვანა ესე რა. ერთი წუთი არ უთამაშია. მე და 60 რამდენჯერ იყო ჩამოსული თბილისში და ვიხსენებდი ჩვენ რომ აი ერთი რა պետք է სამას помнишь, պետք է გასოს მე ვთავაშობდი შენ იჯეკ так что молчи, გაჩუმდი. ხო და ეგეთი რაღაცები ძალიან მახსოვდება ეს. და როცა თავად ესწრებოდით ვაჟის თამაშს, აი იქ როგორი იყო თქვენი ემოციები? ნუ ძალიან ნერვიულობდი, რა თქმა უნდა, ძალიან ნერვიულობდი. გამიცდიდი თან მე კიდე რა არის, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, აგერ აკადემია ახლოს არის და კი ვარჯიშობდა თავს, მაგრამ მე კიდე ვრჩებოდით. აგერ აკადემია ჩვენ ახლოს არის. დარბაზი როა. ვრჩებოდით და ჩემთვის პრობლემა არ იყო, ვრჩებოდით და ერთ-ერთზე თამაშობდით, ვასწავლეთ. ნუ რა თქმა უნდა, მინდოდა ეს ყველაფერი, რაც მე ღმერთმა მომცა ეს ნიჭი, ეს ყველაფერი, რაც მე ვერ გამოვიყენე ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან ადრე დავამთავრე და მივიღე ტრავმა 26 წელს, თქვენაც მიშა წარმოიდგინე მე კი არ ტრაბახობ, მაგრამ რამდენი მივაღწიე 26 წლამდე წარმოიდგინეთ, ნუ სუკი 26 წლის, 25 წლის იწყებად კალათბურთის თამაში, ხო? და მე უკვე ძირითადად უკვე დავამთავრე რა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ კი ვითამაშე, რა თქმა უნდა, დანარჩენ თამაშები ახლა. იმიტომ რომ უშუქობა იყო, ის იყო და მთხოვეს, რომ ერთი ფეხით ითამაშე ნიკოლას ბიჭებმა მეუბნებიან, აი ეს დასრულში რომ ვითამაშე თბილისში რომ ვიყავ. კი ვითამაშე, მაგრამ იცით რა არის, ხო ვზდოდი რომ ის თამაში უკვე არ იყო, როგორც მე მაწყობდა, ხო? იმიტომ რომ ერთი ფეხით უბრალოდ მატერიალ ძალიან გვიჭირდა მაშინ უშუქობა ეს ყველაფერი და იმის გამო თორე არც დაბრუნდებოდი კალათბურთში. იცით ახლა გულსმელად გეოვნები რატო? იმიტომ რომ მე რაც მე ვითამაშე, ხო, მე ჩემი ხარისხი ეს ყველაფერი უკვე არ მინდა, მე მინდა რომ როგორ თქვა, იცით, რომ დარჩეს გულშემატკივარი. ბალეში როგორც მე ვიყავ, როგორც მე ვთამაშობდი. მოგონე და როგორ გითხრათ და არ მინდა სუსტი დერუგინი რომ დამინახო, ხო, ამის თქვა მინდა და არ მინდა რომ სუსტი დერუგინი დამინახოს ვინმე გულშემატკივარი და სულ თეთრ ცხენზე რა, აი ესე რომ თქვა. მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრება ესე მოიდანა რომ ვითამაშე, გავაგზელე, კი ბატონო. კი, მე საზღვარგარედაც ვითამაშე, 1-2 წელი ვითამაშე, მოვასწარე თამაში. ნუ არა უშავს, კი, მაგრამ უკვე იმდენად 50% იყო ჩემი თამაში, აი ესე რომ თქვათ, 100-დან. უშუქობა ახსენეთ ბატონო ნიკოლოს, რაღაც პატარა პრობლემები იყო და ამ ყველაფრის ფონზე გქონდა თქვენ შესაძლებლობა, რომ საზღვარგარეთ შემოთავაზებაც იყო არაერთი მათ შორის, მაგრამ უარი თქვით და დარჩით მაინც ჩვენ ქვეყანაში, თქვენ სამშობლოში. ხო, რა თქმა უნდა, კი იყო ძირითადად მოსკოვიდან, რუსეთიდან იყო, გომეს, ნუ გაგიგია წაკითხული ჩემი პირადი ჩემი წვრთნელი იყო ნაკრების და იქ მეუბნებოდა. ნუ მაშინ გავიხსენოთ ცოტა კი 17 წლიდან, ნუ 16 წლიდან უკვე დავიწყე თამაში, რა თქმა უნდა, ეს ქუთაისი ხო გავახსენდეთ, ხო, ქუთაისი მამაჩი როგორ და ეს იცით თქვენი წერია ამას არ გავიმეორო. 16 წლიდან უკვე რა თქმა უნდა გადმოვედი მე-9 10 კლასი უკვე დავამთავრე თბილისში, დანარჩენ ქუთაისში სწავლობდი. და აი ეს პერიოდი ხო თავიდან ვითამაშე დუბლებში, როგორც მე მახსოვს, თქვენ თუ გახსოვთ, ადრე იყო დუბლები, შე დუბლების სასტავი თამაშობდა გუნდი და მე დუბლების მე ძირითადად გამოდიოდა, ხო. ერთი სეზონი, მეგონი ერთი სეზონიც არც ვითამაშე, უბრალოდ ისეთ მონაცემები მქონდა ესეთი. არ ვიცი, ხა შეიძლება ტრამაღო, მაგრამ 15-16 წლიდან მაყურებელი ვერ ხედავს, მაგრამ აი მიშოს უკან არის მედლები, თასები, გადავიღოთ აუცილებლად და ის ყველაფერი მეტყოლებს თქვენს მონაცემებზე ბატონ ნიკოლას. 16 წლის ვარ
წავედით პირველი ჩემი გასვლა იყო მოსკოვში CSKA-სთან და როგორ იყო? ცეთ მოსკოვში ჩავდიოდით, მე მოსკოვიდან ვშდებოდი მატარებელი და მე მატარებელით მიდიოდით პრიბალტიკა. აი ეს ეკონომიას ფულის ფინანსურად და ესეთი ტენდემი, ესეთი თამაშები ქონდა რიგრიგობით, რა ერთი დღე ვისვენებდით და სამი თამაში ქონდა CSKA-ში და მოსკოვსთან ვითამაშეთ და ნუ მოსეშულმა მიშას უთხრა ბიჭებს მოელაპა მე არც ვიცოდი ახლა როგორც მე მიყვარს ეს სიტყვა ბიჭო და ვიყავი ქუთაისში რაღაც და მოდიო გავსინჯოთო ახალგაზრდა ბიჭიო რა ეს ახალი ჩამოსულიო მაშინ კილოც მქონდა ესეთი ის თემას ელაპარაკობდი ქუთაისურად და თქვენ წარმოიდგინეთ გამომიყვანეს თამაში რა თქმა უნდა მთელი თამაში მათამაშეს მთელი პასები მთელი ბურთები ყველა მემაძროდა იმიტომ რომ ჩვენც ვიცოდით რომ CSKA-ს არ არსებობს რომ მოუგებთ თან მოსკოვში თან არ გჭირდებოდა ეს ქულა გეგმაში ჩვენ არ ქონდა ჩვენ ეგ თამაში ხო ხტები რაც გეუბნები CSKA მაინც ლიდერია და ეხლა მაგალითად თამაში არ არსებობს და მოდი ჯობია შევამოწმოთ ეს ახალგაზრდა ბიჭი და რა პასები მომწეს რაც ყველაფერი ესე იგი ნუ არ ვიცი რა დახუჭული თვალი ესე უგდიდა რომ ეს ყველა ბურთი ვარდებოდა ეს 57 ქულა 57 ქულა მეორე დღეს გამოაცხადეს, მაგრამ ყველას ვეუბნები 59 იყო. ორი ქულა დღემდე და ზუბრძოლა. ყველას ვეუბნები, რატო? 57 იყო. დიახ. და ის რა ქვია, ხო და იმ თამაშის მერე გამოაცხადეს 59, მაგრამ მერე ირმე და მერე სავეტსკი სპორტი დაწესეს 57 ვარა. რუსებმა მაინც მომპარეს ორი ქულა, მაგრამ დღემდე ბრძოლობ, მეთქი არა. მეთქი პირველი ვარ, მეთქი გინესის წიგნში არა ვარ შესული, მაგრამ CSKA-სთან დღემდე არავის ყველაზე არავის არ ჩაუგდია დღემდე და მე ვარ ერთადერთი ვისაც არ ველაპარაკე იერები ტარაკანოს მიშკის ყველა სკოლა მახსოვსო პომნიმო ავტენტის ხელა სტიმული იქნებოდა ეგ თამაში. რა თქმა უნდა და მეორე დღეს გავიხედე უკვე სავეტსკი სპორტი იყო ეგეთ გაზეთი გავიხედე პირველი ბაზე წერია მე ხო ეს ჩემი ისა ვასხადიაში ზვიზდა და ვარსკლავი და მეთქი ვარსკლავი გავიხილე თვალები გავხიჩე უკვე ვარსკლავი გახდა ჩემთვის ესე იგი რაღაცა აი ვერ მოხარ ვერ ნუ არ ვიცი პირველი წუთები ისეთ სიხარული ისე მიხარო და კი წავაგეთ ჩავაგდე მაგრამ აი ეს მეორე მომენტი ეს ყველაფერი ჯერ დავხვიც პირველი ჩემთვის თქვენზე წერდნენ თან ჩემზე რო წერდნენ და ესე მოხდა ნაკრებში მოხდი და მე გომისკი 1 2 3 წელი არ ვიცი მე მგონი არ რისკავდა ევროპის პირველობა გავაცდიდე 77 წელს და 79 წელს გავაცდე ფილიპინების მსოფლიო ჩემპიონატი. ხო და მართალია იქაც და იქაც მეორე ადგილი და ნუ მაგას არა აქვს მნიშვნელობა, თავარია რომ უკვე მომზადებული ვიყავი, კარგად თამაშობდი, ფორმაში ვიყავ და ბოლო წუთამდე ესა მეუნება კალიშა ჯერ ადრიაო შეთვის რაღაცა მე მგონი და ჟარმოხომედოვი წაიყვანას. მაგრამ ჩემი პირველი ოფიციალური ტურნირი იყო ეს მოსკოვის ოლიმპიადა. უკვე არ ვიტყვი მაგას რომ გარისკა, უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება ვიყავი სპორტის დარგში, უკვე რამდენი წლის ვიყავ 21-22 წლის და უკვე ისეთი ვიყავი, ლიდერი ვიყავი ჩემ გუნდში და დავიყვანა მოსკოვის ოლიმპიადაზე ალბათ იცით თქვენ როგორ ვითამაშეთ ეს ყველაფერი სამწუხაროა ჩემთვის. იქაც ვითამაშე კარგად, ბევრი თამაშები, სტატისტიკა იქ წერია ყველგან. 10 ქულა, 15 ქულა არგენტინასთან, ბრაზილიასთან, ინდოეთთან ვითამაშე. თქვენ იცით ხო, ის ოლიმპიადაზე არ იყო ძირითადი გუნდები ჩამოსული, ეს პოლიტიკა ეს იმის გამო, რაც მოხდა.
ეს მოკლედ ყვები და მე რაც მოხდა მოსკოვის ოლიმპიადა და შემდეგ 84-ში ისევ კარგად ვემზადო ძალიან ძლიერი გუნდი ვიყავით ჩვენ უკვე ფორმაც ქონდა ჩვენ როგორც მე მახსოვს შეკერელი ეს კოსტუმები ყველანაირად ვაპირ წასვლას და ერთი თვით ადრე მოსკოვიდან კრემლიდან გამოგვიცხადეს რომ ჩვენ დელეგაცია არმიის გავყავთ დელეგაცია სპორტის დელეგაცია არმიის ამერიკაში ლოს-ანჯელესში სამწუხაროდ ისე რა თქმა უნდა ყველა განიცდიდა მეც განიცდიდა წარმოიდგინეთ ამდენი შრომა ამდენი ვარჯიში 4 წელი 80 კი იყო იქ ევროპაც ვითამაშე 91-ში ევროპის ჩემპიონები გავხდით მე მსოფლიო ჩემპიონი მაგრამ იცით რა არის მაგრამ ოლიმპიადა მაინც კალათბურთელისთვის ძალიან პირველი ნომერია როგორც ფეხბურთში არის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი ნომერი ჩვენთვის არის ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის რაღაცა სასწაული ერთი კითხვა უნდა დავსვა და არ გამიბრაზდეთ ოღონდ აი მაშინ იქ საბჭოთა კავშირის ნაკრებში აი ეს ჩაწყობები და ეგეთი რაღაცები ხდებოდა ხოლმე იმიტომ რომ ფეხბურთის ამბავი მახსოვს ფეხმოტეხილი წაიყვანეს რაღაც სისტემ ხო ყიფიანი რომ დატოვეს ხო იქ ხდებოდა ხოლმე კალათბურთშიც ეგეთი ალბათ ხდებოდა კი ხდებოდა მაგრამ მე არ ვიცოდი მე აი მაგალითად ნაკრებზე არ ვიცი მაგრამ დინამოში შეიძლება არ იყო ვერ გეტყვი მაშინ ოფიციალური ტოტალიზატორი არ იყო ოფიციალურად იყო ყველაფერი პატპოლე მიწის ქვეშ იყო ეს ყველაფერი მე ვიღაცა მიყვებოდა ვერის ფილარმონიის წინ რო არის ვერის ბაღი იქ იკრიბებოდა ეს ნაყდი კი ეგ არ ვიცი რა ეს მომიყვეს და მე როგორი ცეთ მეტროსიკ დამაკეთე რო გამოდიოდი მე როგორი ცეთ აი მოიდანი როგორც იტყვიან აი ბურთი და თამაშობდი და აი გულშემატკივრები ბალიშიკები და მე თამაშობდი ჩემთან არც მოდიოდნენ ჩემთან არ მოდიოდნენ ჩასაწყოდა, იმიტომ რომ იცოდა რომ ჩემგან არ გამოვა არაფერი, იმიტომ რომ მე სულით გულით სპორტსმენი ვიყავი და ჩემთვის არ ვიცი რა არ მიფიქრია არასდროს რომ აი ვინმე რაღაც რომ მოვიდეს ან რაღაც ერთადერთი მომენტი იყო მე მახსოვს ვერისბახში იყო თამაშები მოვიდა ერთი კაცი მოვიდა ჩემთან და ბატონო ნიკოლას თქვენ რამდენი ქულას ჩააგდებთ თამაშის წინ მეტროს ახლა ზუსტად არ მახსოვს ახლა ის თამაში და მეთქი დამაინტერესა იმიტომ რომ ესეთი უცნაური შეკითხვა მომწე იმიტომ რომ საერთოდ მეკითხებიან ბატონო ნიკოლას მოიგებ როგორ ახართ გამწყობა ხომ მოიგებ სპორტულად რაღაც და ამ დროს მეკითხება რამდენი ქულა კი არ აინტერესებს რა მოიგებ და მეთქი და რაში გაინტერესა თქვენ ესე დამაინტერესდა კიდე ერთხელ გეკითხებით რამდენი ქულას და რა თქვენ რა გაინტერესებთ რა და აი 20-დან 35-მდე ქულა ჩააგდებთ თუ არა მე უკვე რაღაცა შეასახე და მეთქი რა ხდება და უკვე ვეკითხე კი მე მგონი შეიძლება ჩაახო იცით ბურთი უვალია მეთქი ახლა როგორ შეიძლება ჩაარდო შეიძლება არ წავივიდეს თამაში აი ამ საცხედავთ კი რაღაცა კომუნისტების დროს ეს როლექსი იყო რაღაცა ძველებური რა თქვენ თუ ამ ჩააგდეს ამ საათს გაჩუქებთ აი რამდენს მეტყვით მე მივხვდი ხოდა კიდე ერთხელ გავიხედა და ეს ცოტა წავისი მეთქი არა მეთქი მე არა ვარ ესეთ სხვა არა სხვები არ მაინტერესებს მარტო თქვენო და თქვენ რამდენს ჩაადე არა მეთქი მე ეგეთ რაღაცას მეთქი არ ვაკეთებ არ მოვაწარ ხელს მეთქი ესე უთხარი და მოbrunde და შევედი თამაშზე
რამდენი ქულა ჩააგდეთ? 40-ზე მეტი ჩავაგდე. რა კარგი საათი დაგიკრა. 40-ზე კი, რა кайსა, მაგრამ ნუ რა ვქნა ახლა მე კაჩენკოს უჩქვიდეო ნათქვამი. აი ისტორია რო გაიხსნა. კაჩო ნუ მოკლედ მოგიყვებით იძახიან რომ ვითომ ჩაწყობილი იყო ჩვენი თამაში თუ არ ვიცი ეს გავიგე მე 15 წლის მერე თან გუნდი სტროიტელის გუნდი არ თამაშობდა საერთოდ არადა ჩვენ ქულა გჭირდებოდა არავინ არ თამაშობდა ქულა გჭირდებოდა კაჩენკოს გარდა მოსაშვილი მეუნება ყოლე არ მინდა შენ 30 ქულა და 40 ქულა არ მინდა შენ ჩაგდებო მარტო კაჩენკო გააგდა აღგაც სასწაული მოხდა მეთქი როგორ ქულები არ უნდათ თამაში ესე იგი არ უნდა შემოხდე ოღონდ კაჩენკოს გააგდა მეტი ნუ ვერაფერი ვერ თქვი ახლა მოსაშვილს როგორ ვეთქვი ახლა მოთამაში რატო და ეგეთ შეკითხვები დავიწყე თამაში და გავიხედე სინამდვილეშიც მოხდა ეს კაჩენკო თამაშობს აგდებს ბურთებს თან წარმოიდგინე 2.20 ხორი სიმაღლე ისეთი ბრასოკი აქვს მაგ სრულ კიდე დუგას აკეთებდა კიდე ბურთი ეს ზევით მიდიოდა სპორტის სასახლის ჭერს კიდე ურტყავდა წარმოიდგინე რა თუნდა და ნუ ესეთი ის ხდა სრულ დაფარვა ხო მაგისი არ არსებობდა რა თან კიდე რა იცით მე ესეთი პოზიცია მქონდა ახლა მე რა კაჩენკოსთან მე ვიყავი 2.6 სიმაღლე პატარა ბიძა ავხელა და კაჩენკო 2 წარმოიდგინე მე რო ვიდექი როგორც მე და შენ ახლა ტრუსიკი ცხვირთან მქონდა მესი ტრუსიკი ესე ვიჭერდი წარმოიდგინე ხო და მე საერთოდ მეთქი როგორ გავაგდო ნუ კაცანიაზე ფოლ ნაპადი იმაში რაღაც და ნუ რაღაცა წავიცა ქუთაისის ხო იცი წავისია რაღაც და არ მოდის კონტაქტზე კაცანია კონტაქტზე არ მოდის თან ფარისხის კი არ მოდის რომ წავიცე დაოდგე ფო იმაში ნაპადინიაში ხო იცი როგორც ის არის ტერმინი გადის საჯარიმოს და იდანე აგდებს ბურთებს არ მოდ პირიქით გადი ნუ ვერ მასაშვილი მიყვე ყოლა გააგდე ნუ პირველი ტაიმი დამთავრდა 2 პერსონალური ძლის ავკიდე რა რაღაც და გასახდა შემოვდება კიდე ერთხელ ყოლა მეთქი რა ხდება ლევან ამიხსენით რა კი თამაშობ თხაჭე მაგარ ფორმაში იყო იმიტომ რომ ოლიმპიადა მოდიოდა 80 წელი და ეგეთი მომენტია ძალიან კაი ფორმაში იყო ნუ მოკლედ მეორე ტაიმი რა ვიცი რა უყო თხაჭე ხოდა დაცვაში ხოდგევა კაჩენკო ზურგით არის და საჯი დარბის იქეთ მარჯვ და მინდა ერთხაზე რო ვიყოთ საჯი კაჩენკო და მე კაჩენკო როგორც სენდვიჩი შუაშია საჯის და ჩემ შორეთ კაჩენკო არის ზურგით там საჯერო დადგა შუაში ეს ხაზზე ეს პორტულენით ვარ და ამ დროს გვიყურებს კაჩენკოსაც გვიყურებს და მეც ხო მივხვდი კაჩენკო ზურგით არის დავიჭირე ეს მომენტი რომ უბწკიდა ტრაქზე თან ისე მოუწკინა მე მგონი ძალიან მაგრამ მოუჭირე რა ამ სიმწრე აი ამ ნერვიულობისგან და კაჩენკოს არელოდა რომ ესეთი რაღაცა გააკეთებდა თან მე ხო მე ესეთი სუფთად თამ მიყვარს ინტელიგენტი არა ბენზური და რაღაცა ამ რომ მოტრიალდა და აი ეს ხელი რომ დამიქნია ინსტინქტურად კი განაძალი კი არ დამარტყა აი ესე მომიქნია მოხდა ყბაში და ეგ ჭირდებოდა მე ერთი სალტოს მაგივრად მოგეთე 3 სალტო რო დაუტრიალდი და ვაი და როცა და საჯი ხო გვიყურებდა მანამდე ხო გვიყურებდა ეგ მომენტი და დაინახა კაჩენკო რომ დაუსტვინა ინსტინქტურად დაუსტვინა 10,000 ვაგორ მიყვირის 1-2 წამი გაშიშებული იყო საჯი არ იცოდა ვის უნდა დაესწრონა იცოდა დეროგინეს რაღაცა იმაიმუნა რაღაცა არა ის დაინახა და კაჩენკო არ უყვარს ეგეთი რაღაცები და რა ვქნა ახლა მარტო დეროგინს რომ იცე ჯარიმა და გავაგდო კაჩენკო რო დავჭეს სპორტის სასწავლებლიდან ცოცხალი არ გამიშვებენ გულშემატ ხო და ერთადერთი რაც იმას გააკეთა ხელები ესე აწია
კრესტი გააკეთა, კრესტი ნიშნავს, რომ ორივე გაგვაგდეს მოედნიდან და მოვიგეთ ეს თამაში. აი მომენტი იყო, ყველას უყვები ხანდახან. გიჩხუბიათ ისე თამაშის მიმდინარეობის. არ მიჩხუბია. არა ჩხუბი როგორ არ ვიცი, ახლა მიჩხუბია ახლა, მაგრამ თამაშის დროს მე ესეთი წაკიკლაობა და გინება და რუსულ რაღაცა და იგი იყო. და ткаჩენკოზე გავაგზავნე მაშინ რადგან გავიხსენათ ჩხუბი და რა ткаჩენკოსთან ხომ მომივიდა წაკიკლაობა და ჩხუბი არ ვიცი როგორ დავარქვა ხო? თამაში დამთავრდა, მე დაველოდე გარეთ სპორტის სასახლის უკან გამოსასვლელი რო არის სპორტსმენების სადაც გამო. მოვკიდეთ პადროჩკით ერთმანეთს ხედი და წავედი აჭარამდე მივიყვანე. დავიწყდა იმ წამზე და აი მე რისი თქვა მინდა იცით, აი მან სპორტული აზარტი რა არის, იცი შედიხარ აზარტში, შეიძლება წაიკაკლაო. ხო შეიძლება ხელიც დაარღე, შეიძლება უწყინო, მაგრამ ჩვენთან არ მოდის ეგეთი რაღაც. მე ნამდვილად ჩემ პრაქტიკაში არ იყო ეგეთი რაღაცა. თამაშთან ერთად სრულდება გაუგებრობა. თამაშზე, მოედანზე ყველაფერი რჩება, ყველაფერი ეს ბინძური რაღაც. ბინძური არაფერი ისეთი რაღაც. ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ გუნდს შენ გინდა რომ მოუგო. უნდა მოუშალო ნერვები, უნდა მოუშალო შეიძლება რაღაცა, მაგრამ თამაშის მერე ყველაფერი გვავიცდება ჩვენ მეგობრები ვრჩები. ესა, ბატონო ნიკოლოზ, ისიც რომ გაიხსენოთ გომელს კი რომ მოვიდა მამა თქვენთან გუნდ სადგაგზავნა ხო? ისევ და ისევ 47 ქულა რო გავაკეთე და იმის მერე მეორე დღეს ხომ მოგიყევეთ ვასტადიაში ზვისდა და რაღაცა ვარსკვლავი რაღაცა და პირველი თამაში, პირველი ტური არის თბილისში, სეზონი იწყება. და ამ დროს მამაჩემ და დედაჩემ ქუთაისში ცხოვრობდნენ. მოსკოვში ყავდა 412-418 მოსკოვში პირველად წავოვიდა ვაღზოზე ჩიჩიგოთ წავოვიდა საყურებლად სპორტსასად და მე გავუკეთე ბილეთები და ყველაფერი და მან თქვა ტურნირი თამაშებია რამოდენიმე თამაში და ჩვენი თამაში არ იყო ჯერ და ჩვენ მემზადებით რა გასახდელში და დედაჩემი მამაჩემი იდგნენ და ჩაის თუ ხოფის სვამდნენ იქ დერეფანში სადღაც და გომისკი მივიდა გოგი ავალიშვილთან მსაჯი იყო ეგეთი გოგიო სად არის მშობლები ეგერ არიან და მივიდა გომისკი ეუბნება ვიალექსა თქვენ ახართ მამა შვილის მამა კი და რა იყო მე ვარ ალექსანდრე იაკუს გომისკი აი ესე თავისი რეგიონები და ყველაფერი თქვა ნაკრების წვრთნელი ვარ და მოუყვანა თქვენი შვილი მომეწონა რა გინდა თან საქართველოსიო თქვენ რუსის გვარი რაღაცა ამ შავებთან ბოდიშვილთი ამ სიტყვაზე ამ ქართველებთან ამ რა გინდა თქვენ გადმოდით ჩემთან და მამაჩემ უყურდა რა ქვია თქვენ ალექსანდრე იაკუს გომისკი იცით რა არის შეეკითხეთ მამაჩემსო და გავუკეთე გომისკი დაწყვიტა ეს აყურები რა მამა რა აქ შვილზე ვლაპარაკობდა მამა ბაბუაზე ვერ გავიგეო მამაჩემ შეეკითხა და სად არისო თქვენ მამა საფიჩხიაზეო და მოტრიალდა და გააგზავნა დედაჩემთან სვავის ყავის ზურგია ჩვენ გომისკის არ მოველოდა ეგეთ და გაოცებული ისო დაბრუნდა და გოგი ეკითხება რა გითხრაო მამამო ნიკოლოზისო ვერ გავიგე ვერაფერი შვილზე ვლაპარაკობდი ვიღა მამაზე დამიწყო ლაპარაკი ვერ მოვტირდა რა და სადაც გამიშოვა სად გაგიშოვა საფიჩხიაზე და გოგიც დაიწყო გაიღიმა რა ბოლო ამიხსენიო რა არის ვიდო შტოტო რა არის საფიჩხიო სასაფლაოზე გაგიშოვა მამამისმა გავიშო სასაფლაოზე და ამით გაგზნობინა რომ ჩვენ არსად ფეხს არ გავაგზავნე სულ კარგად ზანდებოდეს იგი იყო სულ კარგად ზანდებოდეს და ამით რა ვიცი იცით როგორ არის სინამდვილეში იყო ნამდვილად კი მაგრამ უკვე ანეკდოტად არის უკვე იმდენად უკვე ჩაჟდა ეს ყველაფერი მაგრამ ეს ნამდვილად სინამდვილეში იყო ეგ ამბავი გაიგეს ეს ამბავი რომ გომესკი აპირებს ჩემი გადმოყვანა და საქართველოში უკვე
წავიდა ეს ლაპარაკი რა რაღაცნაირად მოდით კი არ შევაშინოთ გავაფრთხილოთ არ მინდა ახლა გვარები და სახელები თქვა ვინ გამომიძახა სად გამომიძახეს რა მანქანით მოვიდნენ ჩემთან სახლში ანტენიანი იყო თუ რაც იყო მე მგონი ყოფტები გამომიძახეს ერთ ადგილას მაგასაც არ გეტყვით მაგრამ თქვენ ხვდებით კოლმეურეობის თავმჯდომარის სახელის ზუსტად და ესე მოხდა რომ ნახევარი საათი მეუნებოდან რომ ეგრე არ შეიძლება ესე გააკეთე ეს არ შეიძლება თორემ შენ თუ წახვალ თუ დარჩები მშობლები ხო აქ არიან ერთ ადგილას იმას იყო ეგეთი ლაპარაკი რთული იქნებოდა თან პატარა ბიჭი იყავით მაშინ თან პატარა ბიჭი ვიყავი არ შეიძლებოდა ეგეთი რაღაცა ჩემთვის მაგრამ სამწუხაროდ მე ადრე არ ვიძახოდი მაგას არ ლაპარაკობდი ეს ჩემში იყო გულში იყო ჩადებული მაგრამ იყო ეგ მომენტი და ეხლა ყვები თქვენთან რომ შეშინება წავედით ჩვენ რიგაში ხო და 5-დან 3 მოვიგეთ უნდა მოგვიგო ეს თამაში 3 ესე ისე თამაშობდი არასდროს არ მითამაში ესე შიშის რა არის ადამიანი იცით მაინც ხო იცი მე ხო რობოტი არა ვარ არა მე რა თქმა უნდა შიშის მქონდა ყველაფერი ისეთ რაღაცები მითხრეს ევროპა და ამერიკა იგულისხმებოდა ხო ალბათ რომ იქ არ წახვიდაო ხო არა რუსეთზე საქართველოს არა ევროპა და ამერიკა არა ამერიკაში არ იყო არ ვიცი ხო და კიდე ერთხელ მიმეორებ ეს იყო არა ესე ისევ და ისევ რუსეთზე იყო ლაპარაკი შეიძლება ევროპაში მაგრამ ევროპაში არავის არ შეუთავაზებია ჩემთვის მაშინ შეიძლება იფიქრეს რომ ამ რუსეთის დონეზე რომ გავაფრთხილოთ მიხვდება რომ ამაში ევროპაც რა თქმა უნდა ეხლა ამათთვის ეხლა ევროპა იქნება თუ ამერიკა იქნება თუ რუსეთი იქნება სულ რა მნიშვნელობა აქვს ხო თავარია რომ არ გავიდეს და დარჩეს ჩვენთან თან ეს რამდენი წლისა ვარ იცი 22-23 წლისა ვარ ხო ბიჭუნა ვარ რა თქმა უნდა პატარა და იყო ეგეთი მომენტი არა აქვს მნიშვნელობა ამერიკა იქნება თუ ევროპა ეხლა იყო ეგეთი მომენტი იყო ბატონ ნიკოლოზ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი მეგობარი ახსენეთ რომლებიც საქართველოს ჩამოდიან და საქართველოს ჩამოსვლისას ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც მოწონს ჩვენს სტუმრებს ქვეყანაში კარგი ქართული ღვინოა ჩვენ ყავს არაჩვეულები მეგობარი კომპანია ნემო რომელიც წყლის ტუმბოების და სისტემების შემომტანია საქართველოში ყველა ტიპის წყლის ტუმბო აქვს სხვათა შორის აქვს ღვინის ტუმბოებიც თაფლის ტუმბოც გარდა ტუმბოებს აქვს წყლის მოსაგვარებელი სისტემები და აქვს ჩამოსხმული თავისი სახელობით ღვინო რომელსაც ჩვენ სტუმრებთან საჩუქრად გვატანს ხოლმე და აი ასეთი კარგი ნახევრადტკბილი კინძმარაული კომპანია ნემოსგან თქვენ საჩუქრად ისე სპორტსმენები ბუნებრივი არ სვამდნენ ხოლმე, მაგრამ რაგბის აქვს ხო მესამე ტაიმი და კალათბურთშიც არის ეგეთი. კი, როგორ არა. კი, არის, კი. ახალგაზრდობაში გქონდა ჩვენ ეგეთი, აი თქვა კაი თამაშს რომ მოვიგეთ, კაი ქეფს რა ჯობია. იყო ხოლმე, ხო? კი, იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მწვრთნელიც ხუჭავდა თვალებს ახლა ხან. კი, იყო ეგეთი რომ, მაგრამ გავაჩნი ახლა რომ თუ მეორე დღეს თამაში გაგვდა რაღაცა, ისა მაშინ არაფერი აბსოლუტურად, მაგრამ როცა ხედავ ფანჯარა არის თავისუფალი და რაღაც, რატომაც არა, ახლა ჩვენ ადამიანები ვართ ბოლო-ბოლო, მაგრამ არ უნდა გადააჭარბო ახლა და არ უნდა სისტემაში არ უნდა შევიდეს ეს ყველაფერი და ესე რა, შეიძლება ეგეთი რა. უბრალოდ ახლა ასაკში რო შედიხარ უკვე როცა უკვე ჯამთ იმდენი მაქვს ოპერაციები გაკეთებული რომ გავიხსენე ახლა მეშინი ამ სპორტის გამო სპორტი იცით რა არის თუ შენ გინდა ჯამთელი დატოვა სპორტი ხო მაშინ გეტეო იყო რა ადრე ფიზკულტურა და რაღაცა ხო მაშინ ირბინე შენთვის რაღაცნაირად და თუ შენ გინდა რომ რაღაცა მიაღწიო ხო ძალიან ძნელია რა თქმა უნდა თქვენ იცით რა თქმა უნდა შენ უნდა ჟერტვა შენ უნდა გადაიტანო ეს ყველაფერი ეს ოპერაციები აბა როგორ გინდა ან ერთი ან მეორე ხო მე ახლა მაგალითად ახლა ბატონებო, ეხლა მე მაგალითად შეიძლება ესეც სიტყვას ვიტყვი, რომ ეხლა მე ვზივარ, ეხლა
ეხლა თქვი თეთრ ცხენზე ზივა, ეხლაც თეთრ ცხენზე რა მხრივ იცით, რომ მე დერიოგინი ვარ, მე ნიკოლოზი ვარ, შეიძლება მე ხმამაღლა ვლაპარაკო. არ ლაპარაკობ. ხო, მე იმიტომ მე მსიამოვნო დღევანდელი საღამო ხო, თქვენ ისეთი შეკითხვები მომენტ. ეს იცით რა, ეს ყველაფერი დამსახურებ იმისთვის არის შრომის და ეს ყველაფერი. აი ახალგაზრდები, პატარები, ვინც მიყურებენ ახლა ხო, თქვენ გადაცემას ხო, კიდევ ერთხელ ყველაფერი არის შრომა. ესე უბრალოდ ციდან ესე არ ჩამოდის. აქ ძალიან დიდი უზარმაზარი შრომა უნდა ამას ყველანაირად რომ მიაღწიო. მე ახლა ვზივარ, ახლა თქვენთვის ახლა ჩემი გვარი, ახლა ჩემზე მუშაობს. მე ახლა ვისვენებ. მივხვდით რას ვიცახე. ჩემი და ამ გვარის მოპოვება არის ძალიან ძნელი და ამიტომ მე მგონი ვამთავრეთ, ამიტომ მინდოდა მეთქვა, რომ ეს ყველაფერი არის შრომა, ყველაფერი აბსოლუტურად შრომის გარეშე შენ ვერაფერს ვერ გააკეთე ამ ცხოვრებაში. აი, მამებსაც რომ მოგცეთ, ბატონო ნიკოლოზ რჩევა, ბუნებრივია უმეტესობა მამების ოცნებობს, რომ მისი შვილი რომელიმე სპორტში მაინც იყოს წარმატებული. ამ შემთხვევაში კალათბურთი გულისხმობთ რა რჩევას, ანუ ის რომ აიყვანო, მოკიდო ხელი ბავშვს და წაიყვანო კალათბურთზე სიტყვაზე. რამდენად სწორია და როგორ უნდა გამოვიცოთ მონაცემები და მოკლედ რა რჩევა გიქნება? სალამ ბატონ ნიკოლოზი რჩევას მოგცევს, მე მივიცემ მამებს ერთ კარგ რჩევას, რომ პატარებს ძალიან უყვართ ნაყინი. ხო და ჩვენ ყავს კიდევ ერთი მეგობარი ბატონ ნიკოლოზ გურჯაანის ნაყინი, რომელიც ჩვენს გვერდით დგას და წაიყვანეთ თქვენი შვილები და აჭამეთ არაჩვეულებრივი გურჯაანის ნაყინი, იმიტომ რომ მართლა განსაკუთრებული ნაყინი აქვს. თან ჩამოსასხმელი ნაყინი დაამატეს და დიაბეტური ნაყინიც დაამატეს. გურჯაანის ნაყინი ძალიან მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ ეს დიაბეტი დაამატეს დიაბეტური ნაყინი. აი, ახლა გამოვიყედოთ დიაბეტოს შეიძლება შაქარი და ესა ცოტა ახლა რაღაცა ზუსტად დროული დავატება ყოფილა. ნაყინი ძალიან მიყვარს. და რაც შეეხება ბავშვებს, მე გეტყვით ერთ რაღაცას, აი დღესდღეობით რაც მე ახლა პატარა ბავშვები მყავს, ახლა რაც მომცა ხმერთმა, რაც მე ვერ მოვასწარე თამაშის დროს, ოპერაციები, რაც ვერ გამოვიყენე ჩემი ნიჭი, რაც მქონდა მე. ახლა მე ვაწვდი პატარა ბავშვებს. ხო და რაღაც პატარა სკოლა მაქვს გახსნილი 55 სკოლაში. სამწუხაროდ მინდოდა ჩემი სკოლა რომ მქონოდა, მაგრამ არ კეთდება და ეს უკვე შორს წაგვიყვანს. მინდოდა რომ ჩემი სკოლა რაღაცნა. ხო. რა თქმა უნდა შორს წაგვიყვანს, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, მე ბავშვებზე ჩამოვაყალიბე. რა არიცით 2-3-10 წლის უკან ძალიან ბევრი ბავშვები დადიოდნენ ჩემთან ვასწავლი, რაც მე ვიცი, რაც მე თავში, რაც მე ვერ გამოვიყენე ჩემ დროს, ვაწვდი და ეს ჩემი საქმეა, ხო, რაც მე ვიცი, სხვა საქმე. ნამდვილად ახლა და ახლა ბოლო 2 წელი, აი შარშან მაგალითად, აი თქვენ გეტყვით ყველა გადავიდა ფეხბურთზე და ზუსტად აი მშობლებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ზუსტად აი ამ თემაზე მინდა ახლა გითხრათ. რამოდენიმე მშობლებს შევეკითხე, გამოვიძახეთ, შენთან იყვნენ სახლში, ვეუბნები მეთქი, გააკეთებთ ეგეთ რამეს, ხო? მაღალი ბავშვია, 5, 6, 7 წლის ბავშვი, უკვე სიმაღლეში მიდის, არა და თვალი ისეთი მაქვს, უკვე გამოცდილება მაქვს მე, ხო? ამისგან რა თქმა უნდა 100%-ით ვერ იტყვი შენ ახლა იმ ბავშვზე, რა თქმა უნდა NBA-ში წავა თუ არა, ევროპის ერთადერთ გუნდში, ხო? მაგრამ ვიცი რაღაცნაირად ხედავ რომ სწორი ფეხები აქვს ისარივით ხო ფეხბურთელებს ახლა მაპატიეს ფეხბურთელებს ცოტა სხვანაირად დაბლები რაღაცნაირი აი ესეთი ხო და მეთქი გაუშვოთ გააპუჭებთ ბავშვი ხო რა ფეხბურთელი რა ფეხბურთი რის ფეხბურთი არაო აი მაგალითად ერთმა თქვა გუშინ წინ კლასში შევიდა და კლასში ვიღაცა გადავიდა ფეხბურთზე და ყველა კლასელებს უთხრა აი მე ხავ და ყველა თელი კლასი გადავიდა ფეხბურთზე მასიურად მეთქი და თქვენ სადიკო აი რაც ბავშვი რასაც იტყვის იმას მეთქი ესე არ შეიძლება აბა მამა რისთვისაა მშობელი ხო უნდა ასწავლოს რაღაც ხო უნდა დააკვალიანოს გზა ხო სწორგზა მეთქი არ რა ვქნათ სამწუხაროდ ბატონო ჩემო რა სამწუხაროდ ყველას მოუნდათ ეხლა მე ვიტყვი ამ სიტყვას არც
ყველას მომდა კვარაცხელია მომწონს მე როგორც მათამაშე, ყველა არ გახდება კვარაცხელია, მაგრამ ყველას მომდათ, ყველას მშობლებს უნდათ რომ ყველა გახდეს კვარადონა. დაინახეს ახლა მე რეალურად ვიძახი ახლა არა მე მგონი საწყინად არავინ არ ეწყინებათ ახლა ფეხბურთელებს, მაგრამ უყურებენ ახლა ამხელა ფული, ამხელა თანხა, ამხელა შემოსავალი, ესეც ბუნებრივია. ყველაფერი ხო ეს ბუნებრივი ხო გასაგებია. მაგრამ რეალურად უნდა შევხედოთ, ხო? სად, როგორ, სად რომელ სპორტში უნდა შეიყვანო შენი შვილი, თქვენი შვილი. და ამის თქვა მინდოდა მე, ამიტომ ცოტა მშობლები იმაშვებია. დაძალებას აქვს აზრი ბატონო ნიკოლოზ, თუ არ უნდა ბავშვს. დაძალება არ შეიძლება არავით არ შევთავაზო. რაც ლაპარო ბავშვს, რა თქმა უნდა, უნდადეს, უნდა უხაროდეს. ეხლა მე რა დავიწყე 5-6 წლიდან თამაში ვარჯიში ხუთაეში მე არავინ არ დამაძალა შემიყვანეს თქვენ გინდოდათ მე მინდოდა და მე მიყვარდა და მე დღემდე მე მახსოვს პატარა სანამ მიმაღწიეს ყველაფერი რა ვიცი ეგ დიღმის ბაზარზე ვცხოვრობდი არც ბინა არ მქონდა არაფერი ბალიშის მაგივრად ბურთი მეკავა ხელში და ბალიშის მაგივრად ბურთზე მეძინა მე ბურთით მეძინა აი ჩუტიო რა თითები რა ესე რო არ დავკარგო ხო ბურთის გზნობა სულ ბურთი მეკავა ხელში სულ ბურთი სულ არა აქვს ნიშნულობა დარბაში არა გარეთ ყველგან ეს არის სიყვარული სპორტთან და შენ თუ გიყვარს ხო ამის გარეშე არაფერი არ გამოვა ძალით პირველ რიგში ძალით არავითარ შემთხვევაში შემოსავალი ბრძანეთ და ერთ კითხვაში გავაერთიანებ ორ რამეს რომ თენგის ულაქველზე ჩავწერეთ ასეთი რამე გითხრა რომ ფორმასო მაშინ ვინ გაუცვლიდაო სუ დათვლილი გქონდა ფორმებიო და გამორიცხული იყო ახლა რა თქვა მაინც აბა ის ფორმა არა აქვს ხო და 91 წლის დინამოს მოგებული ფორმები არც გუცაევს აქვს და არც თენგის ულაქველზეს თქვენთან როგორ იყო შეგეძლოთ თქვა ფორმა გაგეცვალათ მეტოქესთან და ხელფასი რამდენი არა, ეს ცალკე ისტორია, რა თქმა უნდა, ფორმაზეც ჯერ ერთი გვიხარდა ლამაზი ფორმა რო ხონდა, აი პირველი თამაში, პირველი გამოსვლა თამაში, ხო, ადამიანი ესეთია, რომ პირველი ყველაფერი ახალი კარგია შენთვის. ხო და რო თამით უმეტეს რა მეორე ფორმა, რა მესამე ფორმა როგორც დღეს. რაც მე ახლა ვხედავ, ახლა მე კალათბურთზე ხო დავდივარ, რაც მე უყურებ ადრე ჩვენ დროს ექიმი იყო და მასაჟისტი იყო. მედი არავინ არ იყო და ერთ პატარა ჩემოდანი იყო წამლები და ქლორეთილი და ეხლა რო შეხედავ ხო მგონი რომ გამოდის მოედანზე ხო მე მგონი პერსონალი უფრო მეტია ხო 12 კაცზე მეტია ვიდრე რიგში რო დგანან ხო ვიდრე მოთამაშეები ჩვენ დრო რაღაც სასწავლოში მეუბნებოდნენ სასტუმროში რომ მიდიან ერთ სასტუმროშიო ორი ოთახი უნდა იყოს მედიცინის სულ სავსეა მედიკამენტები სულ ჩვენ დროს სად იყო ეგეთი რაღაც ხო და ამიტომ სულაკველიძე მართალი იყო რა ფორმას მე პირიქით ჩვენ თვითონ ვრეცხავდით ჩვენ ვრეცხავდით იმ ფორმას კი ახლა გამახსენდა ვრეცხავდით რომ მეორე დღეს რაღაცნაირი რომ ფორმა რაღაცა ფორმას რო დაერგავსოს სუნი რაღაცნაირად ხო? კი, აქ ვინ გარეცხავს ახლა? ხო და ნუ ახლა რა თქმა უნდა 21 საუკუნეა, ჩვენ ვიყავით მე-20 საუკუნეა, სხვანაირი დრო იყო, მაგრამ მე არ ვნანობ, იცით? არ ვნანობ. ახლა ხელფასზე მოგიყვებით ახლა. მე არ ვნანობ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე მყავს დღემდეც გავდივარ ქუჩაში და ნორმალური ბოდიში, უბრალო ადამიანი, ჩემი ტოლის, ჩემზე ასაკით შეიძლება უფრო ახაც თბილისში, მარტო ბოლნისში კი არა. თბილისშიც არის ეგეთი რაღაცა, მოდიან ჩემთან და ხელს ჩამომართვენ, აგერ ჭაჭავაძიდან მე რამდენჯერ ფეხით დავდივარ. ხან ვარჯიშიც გამომდის, ფეხით ჩავდივარ 30 წუთი რა, მზიურის წინ რო არის სკოლა. და მე რო გავბრუნდავდი ამ ჭაჭავაძეზე, ხალხელს დამიქნევენ მანქანი და ხალხელს შემომოხდა. ეს იცით რა არის? მე ამით ვამაყობ, მე რა თქმა უნდა, მე ამით მილიონერი არ გავხდი, როგორც აი დღესდღეობით მეკითხები, აუ ბატონო ნიკოლოზ 21 საუკუნეში რომ ეხლა რო ყოფილიყავი, ხო იქნებოდიო მილიონერიო.
მეთქი იცით რა არის? კი ბატონო, მაგრამ ყველაფერი ფულით არ გაინსაზღვრება. იცით რა არის? აი ის რაც მე აი სწორად მინდა თქვა, აი ეს გულშემატკივრები რომ ყავს, ეს კომაგები, ეს ყველა თამაშის მე მიხარია, მე ამით ვამაყო, ამით ცოცხლობ, მე ცხოვრობ კი არა, ცოცხლობ ამით და მე მიხარი, ამიტომ არ წავედი მე საზღვარგარეთ, ამიტომ არ წავედი რუსეთში, ამიტომ ამერიკაში არ წავედი, იმიტომ რომ იქ უკვე ვიქნებოდი მეორე ხარისხოვანი, იცით? აი თუ გამიგეთ სწორად, იქ ძალიან ბევრია სპორტსმენები ჩემნაირი. იქ უკვე ვიქნებოდი აი ესეთი რა, 2.6 კი არა, მეტრო 80-ზე ვიქნებოდი სიახლე. და აქ იცით რა არის, აი დღემდე კიდევ ვიმეორებ, კიდევ ერთხელ რომ შემხვდება და რომ მეტყვიან 2-3 სიტყვას რომ მეტყვიან თბილ სიტყვას ეს გულთან ძალიან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ჩემთვის და ამიტომ მე თქვენ გაძლევთ ინტერვიუს ამიტომ ვაგრძელებ ცხოვრებას მე ლაპარაკი ვიცი მე მგონი კი კალათბურთის თამაშზე არანაკლებ ბევრი ვილაპარაკე თქვენ და არა იცით რა არის თქვენ დამსახურებაა და რაც შეეხება ხელფას ბატონოლად თქვენ შევეკითხეთ რა ხელფასები ნუ ალბათ იცით ახლა რა ხელფასები უნდა გქონოდა უბრალოდ ჩვენ თამაშობდით ენთუზიაზმით და ყველანაირად გვიყავით ხომ და ხელფასი რა გეტყვით პატარა რაღაცა ზოგიერთი არიციან გულშემატკივრები და საერთოდ ხალხი მე მქონდა 350 მაინც მქონდა ხელფასი. ნუ ეს არ ვიცი ახლა რასთან შედავა თუ 300 მაინც მე მაძლევდა ნაკრები. ეს რუსეთის ნაკრები, რადგან მე ნაკრების წევრი ვიყავი, მე ნაკრები მოსკოვმა მაძლევდა ხელფასი. იქ ვიყავი. აქ ვიყავდი, მაგრამ იქ ხო, ნუ გასაგებია. და მეკითხებიან და დინამო თბილისში ხო თამაშობ დინამო თბილისში ლიდერი მეთქი დინამოში კაპიქს არ მოძებდნენ რატო და ალბათ ეგეთი კანონი იყო ადრე რომ ადამიანს აქვს მარტო ერთი ხელფასი ორ ხელფასი არ შეიძლება რომ ხონდეს ეს კანონის დარღვევა არის ხო ეს იგივეა მაგალითად ბინას გვაძლევდნენ ხო მაგალითად ადამიანს მარტო მე კი არა ყველა საერთოდ ერთ კაცს ეკუთვნის ერთი ოთახი ბინაკი ერთი ოთახი ეკუთვნოდა ორი კი არა და სამი და გამახსენდა და 80 წელი ეს მოსკოვის ოლიმპიადა ეს ყველაფერი მოდის თუ მე ეგ ბინასაც ჩვენ ახლა ვიყოფეთ მომწესროდ ეგეთი კაი კაცი იყო ადამიანი დავით პერტენევა იყო სპორტ კომიტეტის თავმჯდომარე და მაშინ არც ცოლი ამყავდა არც შვილი ნუ 21 წელს იყო ჯერ ადროს ჩემი ეგ იყო და მომწეს ოროთახიანი ბინა აი ახ სადაც ჩვენ ახლა ვარ რა რატო და ერთი ამბავი თელ ქალაქში რას ქვია ერთ კაცი ოროთახიანი ბინა როგორ მისცეს მთელი ის ჩუ მიდიოდა ეს და ერთი თვე გავიდა და მე მიხვდნენ რომ და შემჩა და ამიტომ ხელფასი და სხვათა შორის დინამოში სრულად შევთხოვით გავიგე ზოგიერთი ახლა გვარებს არ ვიტყვი ჩვენზე მეტი ხელფასი ჰქონდათ მე ვიკლავდი თავს 300 მაინც და დინამოში ნუ მე გულისხმობ ეს ჩამოსული ვინც იყვნენ ახლა რუსები ახლა ალმატი ბილავიდოვი კაპუსტინი ტიუბინი ბარადაჩოვი აი სპორტ ეგეთი მოთამაშე იმათ უფრო მეტი ქონდა ხელფასი ვიდრე მე მაგრამ გააფრთხილეს ნიკოლოს არ უთხრა და მე სრულად შემთხვევით გავიგე რომ 800 და 900 მაინც აქვს ხელფასი მაგრამ 120 მაინც ქონდა ოფიციალურად დინამოში იღებენ 120 მაინც იყო ეს ყველაზე მაღალი და დანარჩენთან იყვნენ ლევად გაფორმებული ნუ თუ შეიძლება თქვა კი როგორ ახლა უკვე შეიძლება ხო სხვა სიტყვას ვერ პოულობ ლევად რა აბას პრავად და ლევადი ზოგი კონსერვის ქარხანაში იყვნენ იქ რაღაც ჯუმა კაპუსტინი მაგალითად
ხიდი რო არის, ეხლა დაინგრა ეს პივის ქარხანა დაბლა. დიდუბეში რო ჩადიხარ, ხო ეხლა მშენებლობა მიდის. მან შატილი რო იყო ლუდი. მან ერთხელ ჩავედით, გავგიჟდი. ნუ პივის დალევა გვიდათ, როგორც თქვენ დალიათ, ეხლა პივა მოვიდა ბოლდიში და კაპუსტინი, კაი მოგიყვებით. კაპუსტინი მეუნება ყოლა, ხო მაგრა ვარჯიშა სიცხეა, წავიდეთ რა შენი 24 თვე და წავიდეთ იმას ხო ტრაქე პივა დავლიოთ რა თითო კათხა დავლიოთ. ხო და მივედით ქარხანასთან გავიხედე იმხელა რიგი ჩამოსასმელი ლუდია და რიგი იყო 1 კილომეტრიანი. ეს გენა კაპუსტინი მეუნება, ყოლა, შენ აქ კი არა, აი იქიდან მოვარეო, სადაც რკინის კარები რო ედეს, გამოდი, სადაც დიდი მანქანები, ფურები გამოდი. იქ შედიო. მეთქი, იქ რა, იქ ვინ შეგვიშევს მეთქი. შენ მიდიო რა და დაასიგნალეო. მივედი მანქანით, არა და ტრუსიკით, მაიკით, აი ეს ოფლიანებ, ჯერ არც გვიბანავია, შხაპი არ მიგვიღია ბოდიშაზე, ეგეთი ისა. ესეთი დაწვრილებით რო ლაპარაკობ და კარები გაიღო ხელი ჩამოართვა ყარაოს კაპუსტინი. მეთქი სად ლუდის ქარხანა, სად კალადბორთი, სად ხო და გეშა შევიდა 1-20 წუთი არ ველოდებით. გავიხედე გენა კი არა თვითონ ვიღაც მუშები 20 ლიტრიანი გაუფილტრავი პივა ლუდი ცივი ესე პლასმასის და ჩაგვიდეს მანქანაში და დავჯე მეთქი გენა საიდან გაუწევ მეთქი ათქო მე ვერ ვაკეთებ ეს აჩედიო რა და ამასობაში რომ გამოვედი და პირველ ჩქარა სადღე გააჩერე კიდე ერთხელ მოდის გიხდით რომ დაწვრილებით რომ ხო იცით პირი რომ ისრო კი გავაჩერეთ იქ ნაძვებთან იქ მანამდე ელიავა არ იყო ელიავას ბაზრობა და რა ხო და ამასობაში გამოვიდა და სპორტული ადიდასები ხო ზმიკა არ ქონდა აწეული ჯიბის ჩამოწეული ქონდა და არ გამოვცვიდა ეს როგორც ეკალოდა კარტის ფული არ გამოვცვიდა იმედან ჯიბიდან ესე ტკიცნა ათიანები გავიდა და მეთქი ეს რა გაჩედია ზარპლატაო ეხფასია და იქიდან გავიგე მე მითხრა მე გეშა მითხარე რა არის ანუ შენ გეტყვიო რა აქ ისაო მიცნობენო აქ და თვეში და ისაო გაფორმებული ვარო და ეს არის ჩემი ხელფასიო და ეხლა ადრე ჩუმად არ ვიძახმ რა ეხლა ყველაფერს თქვა შეიძლება ორივე ნაკრებში თამაშეთ ბევრი სპორტსმენისგან განსხვავებით საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც და ეროვნულ ნაკრებშიც სხვაობა თუ იყო ნუ სიძლიერეში ბუნებრივია იმდროინდელი საქართველოს ნაკრები იმ დონის არ იყო რაც თუნდაც ახლა ან რაც თუნდაც თქვენ დროინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო პირად გრძნობისთვის რას ნიშნავდა ეროვნულ ნაკრებში ნუ ეროვნული ნაკრები ჩემთვის იყო პირველი რა იცით ეროვნული დროშა ხო სახელმწიფოს ნუ ნებისმიერი სადასაყოფილო დროშა არის შედი იმიტომ რომ შენ რო გამოდიხარ შენ დროშით ხელში დროშით არ ვიცი როგორ შენ ზურგის უკან შენ სახელმწიფოა და შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმზე რამდენჯერმე მედლები მე მახსოვს ნუ ეს პატარა ჩამონკიდე და ცემლი მომდიოდა და აქ არაფერი სირცხლე არ იცით რა არის ამაყი ხარ შენ ამით რო აი შენს უკან რო აი გულშემატკივრები ქვეყანად გიყურებს და ტელევიზორში და თელი ლაივში ეს ბიდისის ყველაფერი ეს არის რაღაცა სასწაული ეს არის სიცოცხლე ეხლა შედარება ეხლა ნაკრები რა მითხარი ნაკრები საქართველოს ხო საბჭოთა კავშირის ნაკრები ჩემთვის ნებისმიერ ჩემთვის სულ ერთი იყო ცოტა მოვასწარი ეროვნულ ნაკრებში და კაპიტანიც ვიყავი მე კი 90 რომელსაც 15-ში დაასრულეთ მე მგონი და 13-14-ში მაშინ კი ლონდონში ინგლისში ვიყავით დასრულე მე მახსოვს კაი გუნდი ვიყავით ლიპარტელიანი იყო ლიპარტელიანი იყო წნელი ჩვენთან ეგეთი სტეფანია იყო ჩვენთან პირველი NBA-ში კი ხო და მე და ვოვა ტენდებში გამოვდიოდა კაი მახსოვს თამაშები ვოაც კაი პასები მომწერთ ორჯერ მეც მივეცი და ჭკვიანი ბიჭი იყო მაგრამ სამწუხაროდ ცოტა ადრე წავიდა შეეძლო კიდევ მაგას რო ეთამაშა და ეგეთი რაღაცა
ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ. მე მგონი თქვენ მოგეწონათ ჩემი საუბარი. იშვიათად გულწრფელი ადამიანი ბრძანდებით. ნამდვილად დიდი ხალხია მე ესე გულწრფელად და ესე თავისუფლად, ესე უბრალოდ მე ისედაც უბრალო ვარ, უბრალოდ რაღაცნაირად შემოჭილი აი რო თქვა არ ვიყავი თქვენთან. ეს თქვენი პლუსია. ძალიან დიდი მადლობა. დროისთვის ამ სიტყვებისთვის, გულწრფელობისთვის დიდი სიყვარული ჩემგან, ჩვენგან და მთელი ქვეყნისგან და არ ვიცი რა. დიდი მადლობა მოკლედ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ სპორტული კარიერისთვის, რა სიხარულით თქვენ პირადად მე სამწუხაროდ ვერ მოვესწარი თქვენ თამაშს. ნაკრებში თამაშს მოვესწარი, მაგრამ აი იმ გრანდიოზულ თამაშებს ვერ მოვესწარი, მაგრამ მამა ჩემისგან ვიცი, რომ ნიკოლოზ დერიუგინი რო იყო ხუთეულში, ვიცოდით, რომ მინიმუმ კარგი თამაში გველოდაო და მადლობა მათი სახელითაც და მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ დრო დაგვითმო, გვიყურა და გამოიწერა ჩვენი არხი. აბა კარგად ვზარდებოდეთ. კარგად ვზარდებოდეთ. საფინალო სასაცხაი.